ოდესმე გიფიქრია, რომ მსხვილი ცხოვრებით ცხოვრობ. მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც ქალები ზრდიდნენ და ვმუშაობთ სამსახურში, რომელიც გძულს, რომ ვიყიდოთ ნივთები, რომლებიც არ გვჭირდება. ეს ფაზა პირველად 1999 წელს გაისმა ფილმ მებრძოლთა კლუბში. თუმცა ალბათ ამ ხნის მანძილზე ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას თან სდებდა თავისი ცხოვრების აქტუალურ ეტაპზე. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კინოპროექცია. მე ვარ ელენე და ჩვენ ამ გადაცემაში შევეცდებით ვიპოვოთ თუ რა ფსიქოლოგიური მიზეზები იმალება იმ გადაწყვეტილებების მიღმა, რომელსაც ცნობილი ფილმის პერსონაჟები იღებენ. და დღეს ჩვენ ამ ყველაფერში დაგვეხმარება ნინო კერესელიძე, რომელიც არის გეშტალტ ფსიქოლოგი და ასევე აქვს თავისი არხი, სესია, რომელიც მჯერა რომ თითოეულ ადამიანს, რომელსაც ოდნავ მაინც აინტერესებს ფსიქოლოგია ან თუ ის რა ხდება თავის გონებაში, ღირებულ ინფორმაციას მისცემს ყოველთვის. მოგესალმებით ნინო. გამარჯობა, მიხარია რომ მომიწვიე და ძალიან მიხარია რომ პირველი სტუმარი ვარ. მეც ძალიან მიხარია, იქ გულწრფელად ვამბობ და იმედია რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც ძალიან კარგი, ღირებული და საინტერესო და სასიხარულო იქნება, რომ ასეთ რაღაცას ვცდილობთ რომ გავაკეთოთ და მისცემს მართლაც საჭირო ინფორმაციას. ჩვენმა მაყურებელმა შეიძლება მიხვდა პირველი ფრაზით, მაგრამ დღეს დავაზუსტებ, რომ დღეს ჩვენ შევეცდებით დავარღვიოთ პირველი და მეორე წესი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მებრძოლთა კლუბზე. რადგან ეს ფრაზაც სწორედ იყო მებრძოლთა კლუბიდან. ასევე მაყურებელს ვეტყვი იმასაც, რომ ჩვენი გადაცემა შედგება რამოდენიმე ეტაპისგან. პირველ ეტაპზე უბრალოდ მიმოვიხილავთ ზოგადად ფილმს, შემდეგ უკვე იქნება ქარდების ნაწილი და ბოლოს კი გავაკეთეთ ტესტს, სადაც გავიგებთ თუ რომელი პერსონაჟი შეიძლება ვიყოთ, ან რომელ პერსონაჟთან შეიძლება ვიყოთ ყველაზე ახლოს. მანამდე კი დაგესმევ ასეთ შეკითხვას. ნინო, ზოგადად რაზე არის მებრძოლთა კლუბი? ანუ ეს არის უბრალოდ ბრძოლა, ეს არის უბრალოდ რაღაც გამოხატულება საკუთარი დისბალანსის, თუ რას გვეუბნება ფილმი იმით, რასაც აღწერს. თვითონ ფილმი ძალიან ღრმა სიუჟეტის არის და ნამდვილად არის ორიენტირებული პროექციებზე, აღქმაზე, ადამიანის დამოკიდებულებაზე საკუთარ თავთან და სოციუმთან მიმართებაშიც. და რაც ძალიან საინტერესოა ჩემთვის, ეს არის ერთგვარად იდის, ეგოს და სუპერეგოს შეთამაშება, ვიტყოდი და ბრძოლა ერთმანეთთან. და ეს არის იმ წესებზე, რომლებსაც ჩვენ ვუდგენთ ხშირად ჩვენ თავს, სოციუმი გვიდგენს და როგორ ვიწყებთ ხოლმე მერე მაგისგან გამოსვლას, თავისუფლებას და რაც მთავარია, როგორ ხდება ხოლმე, რომ ცხოვრების აი ამ სხვადასხვა ეტაპზე, ბრძოლის ეტაპზე, მოდი მე ესე დავარქვა, ხშირად კარგავთ საკუთარ თავს. ალბათ ზუსტად ეგ კავშირი განაპირობებს იმას, რომ 1999 წელს გადაიღეს ეს ფილმი და იმის მერე მუდმივად აქტუალურია და აი არ ყოფილა პერიოდი, როდესაც ალბათ ადამიანთა უმრავლესობას საკუთარი თავი არ უპოვნიათ ამ ფილმში. და ალბათ კიდევ უფრო ზუსტად ფილმის უკეთ გასააზრებად, ზუსტად ამ ეპიზოდების ანალიზი დაგვეხმარება და ამის გამო მინდა გთხოვო, რომ დავიწყოთ ქარდების ნაწილი. თხოვა იყო ქარდი, წაიკითხო რა წერია და ერთადად რომ გავაანალიზოთ ის. აი ამ ქართს. იკეა არსებობა. ნარატორს სჭირდება იყიდოს იკეას ნივთები, სხვაგვარად არსებობა მისთვის შეუძლებელია. კი, ეს ძალიან საინტერესო ნაწილია, იმიტომ რომ ზუსტად აქ ჩანს ჩვენი დამოკიდებულება იმ მომხვეჭელობისკენ, რომელიც ბუნებაში გვიზის და ხშირ შემთხვევაში ადამიანებს განცდაში აქვთ ხოლმე, რომ რაც უფრო მეტ სახელოვან, ღირებულ ნივთს იძენენ, რაც უფრო მეტად შეავსებენ თავიანთ სივრცეს ღირებული, სხვადასხვა ნივთი იქნება, სამოსი იქნება თუ აქსესუარი იქნება, მით უფრო მეტად დაინახავენ საკუთარ თავს. დღეს ყველაზე აქტუალური ეს საკითხია. იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ, შევიძინოთ, მოვიხვეჭოთ, საკუთარ თავს შევძინოთ, თვით შეფასება, მოდი მე ესე ვიტყოდი, რაღაციდან გამომდინარე. თუ მაგალითად მაქვს რაღაცა კონკრეტული ნივთი, ის მე მხდის ასოცირებულს იმ ადამიანებთან, ვისაც ეს ნივთები აქვს, შესაბამისად ძალიან სწორი ქცევა შეიძლება ვთქვათ, ესე მარკეტინგული არის, როდესაც ვამბობთ კონკრეტულ ბრენდთან ასოცირება ადამიანის, ხოლო თერაპიული კუთხით თუ ვიტყვით, რა თქმა უნდა, მან ჰიპერკომპენსირების საკითხები დგას. კი, ზუსტად ეგ მინდოდა მეკითხა, რომ ანუ რას უნდა ნიშნავდეს, როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ ეს თავისი არსი თითქოს დააბანდოს მატერიალურ შენ საერთოდ რა შეიძლება რომ იყოს ამის
საფუძველი ასე ვთქვათ. დამოკიდებული არის იმ სტიმულატორებზე, რომელზეც ფოკუსირებულია ადამიანი. ერთის მხრივ თუ ჩემთვის ძალიან ღირებული არის ის, რომ გარემოდან მივიღო სტიმული და გარემოდან მივიღო აღიარება, ამ შემთხვევაში მე ვაკეთებ ამას იმისთვის, რომ მივიღო ტაში, იმისთვის, რომ ჩავეწერო იმ სოციუმში, იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, ვიყო მიღებული მარტივად რა ვთქვა, ხოლო თუ კი ეს არის ჩემთვის რავის შედეგი, რაღაც კომპენსირებას ვაკეთებ, შეიძლება იყოს იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც ქონდა ადამიანს და მაგალითად ეს შეიძლება იყოს, რომ რაღაც პერიოდი მისთვის ხელმიუწვდომელი იყო, სხვადასხვა ნივთები, სხვადასხვა შეიძლება საგნებია, აი ბევრი რაღაც ასე თუ ვიტყვით. მადლობა ამ ეპიზოდის განხილვისთვის. ოკეი, შეგვიძლია ვიღო მეორე კარტი. რა საკუთარ. მაგრამ მე უკვე ძალიან მაინტერესებს რა შეიძლება იყოს შემდეგი ამბავი. მეორე კარტი არის ესეთი. სხვისით კივილი. ხო, ეს ის რასაც ძალიან ხშირად ვეხებით ხოლმე ადამიანები. დადის შეხვედრებზე, სადაც იტყუება, მაგრამ პირველად ახერხებს საკუთარ თავზე საუბარს და ბოლოს იძინებს. ერთი შეხვედრის ერთი დეპრესიის ერთ-ერთი სიმპტომი რაღაც ემოციებს რო გამოხატავს და ასევე ალექსითიმია, რომელიც არის გრძნობების გამოხატვა და შეგრძნების უნარობა. შეიძლება რომ ამასთან გქონდეს საქმე. ცალსახად არა. ალექსითიმიასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ ეს შეგრძნებები ვლინდება ჯგუფურ თერაპიაზე. ეს შეგრძნებები მისთვის ცხადი ხდება და სოციუმში გამოტანადი ხდება ჯგუფურ სესიაზე, ანუ მისთვის ტრიგერს აქვს მნიშვნელობა. ყველას გვჭირდება ადამიანები, ვინც დაგვინახავენ, მიგვიღებენ ისეთებს, როგორებიც ვართ, იზრუნებენ ჩვენზე და უბრალოდ გვეტყვიან, რომ აი აქ ვარ და შეგიძლია შენს გაჩერდე. და სწორედ აი ეს დაუშრეტელი მოთხოვნილება არის ამ ადამიანში, რომ რომელიღაც ჯგუფმა მიიღოს და თან რაც მთავარია და რაღაც პატარა ჰინტად ვიტყვი, ხო? მთავარი ამბავი მანდ არის ის, რომ ის არ მიდის არც ერთ ისეთ ჯგუფზე, რომელზეც ძალიან სასიამოვნო პროცესები მიდის. მაგალითად, ის არ მიდის მეგობრების ჯგუფზე, ის არ მიდის ტრავმათერაპიაზე, ის არ მიდის რაღაც მსგავსზე. ის მიდის კიბოს ჯგუფზე, ის მიდის ისეთ ჯგუფებზე, სადაც გარდაუვალია ადამიანების სიკვდილი თითქოს. ჯგუფზე, სადაც ადამიანები ელოდებიან სიკვდილს და ამაში უჭერენ მხარს ერთმანეთს, ხო? და ეს ძალიან საინტერესო მესეჯია იმ კუთხით, რომ ჩვენ ძალიან ხშირად მთავარი შიში გვაქვს სიკვდილის შიში. და იმ ფობიებს, რომლებიც გვაქვს ხოლმე ცხოვრებაში და იმ ღელვებს ძირში უდევს სიკვდილის შიში ხშირ შემთხვევაში. და როდესაც თერაპიაში მოდის ადამიანი, ყოველთვის ვეძებთ ხოლმე რა ტიპის შიშია, სად არის და ბოლოს მეტნაკლებად, მაგრამ უფრო მეტად ხშირად მაინც მივდივართ სიკვდილის შიშთან და ამ ადამიანმა დაიწყო სწორედ ამის გამოტანა, რომ მას რეალურად შიში ქონდა ცვლილების, სიკვდილის, მოთხოვნილება თანაგრძნობის და მივიდა ყველაზე მტკივნეულ ნაწილებთან და თანაც ტირილი და ცრემლები, რომლებიც იქ იყო, ყველა ჯერზე არ ყოფილა, ნახეთ, გამოქვაბულის ნაწილში ცრემლები არ იყო, იქ იყო ენერგიის მიღება, იქ რაღაცა თავისი ტოტემი ნახა და ამ ტოტემთან მოვიდა კონტაქტში. ანუ რეალურად მისთვის იყო განსჯის ნაკლებობა მთავარი აქცენტი. ნარატორი მარლას ხვდება, მალე კი ტაილერ დერელს იცნობს. ოკეი. ხო, ეს ძალიან საინტერესო აქცენტია. რომ თითქოს ორი სუბპირონება ამოდის და ორი პერსონაჟი თქვენ ის არც ვიტყოდი. ორი თანაბრად მნიშვნელოვანი მოქმედი პირი ამოდის ამ ადამიანის ცხოვრებაში ჩვენ ნარატორთან, ხო? ტაილერის შემთხვევაში გვაქვს მისი იდი, მისი მოთხოვნილებები, მისი სურვილები, განცდები, შიშები, ბრაზები, ის შეუკავებელი, გაუკონტროლირებელი, მოდი ვიტყვით, პირველყოფილი ცხოველური განცდები, რომლებიც საქმიან ადამიანს, ჩვენს მთხრობელს აქვს დაზრგუნული. ყველაფერი ის, რაც მან თავის თავში დადგუნა. ხოლო მარლა არის, თუ ესე შევხედავთ, შეიძლება იყოს მისი ალტერ ეგოს ნაწილში ქალი ვარიანტი, რომელიც მოდის კონტაქტში და როგორც კი მას ეხება გარბის. ასევე ჩემს ფანტაზიაში მან შეიძლება იყოს ის საყდენი მარლას სახით, რომელიც არის ქალის ენერგია და ზოგადად შეიძლება ვთქვათ დედის სურათ ხატებაც კი. ესეც შეიძლება განვიხილოთ. რატომ ვერ შეძლო ნარატორმა მარლასთან ასე ვთქვათ კონტაქტის დამყარება, თუნდაც იგივე სახეს, რაც ტაილერმა დაამყარა. შეიძლება იმიტომ რომ ისევ თავის რაღაცა დედის პროტოტიპი წარმოუდგა, თუ გამბედაობის ამბავი იყო, ან თუ მანდ არის აკრძალვები, მანდ არის დაფარული მოთხოვნილებები, მანდ არის მიუღებლობა საკუთარ თავის, მანდ არის აი ის გარიყულობა, რომელიც შემოიწება, ესე ვთქვათ, რომელთანაც დარჩა კონტაქტში და ის შაბლონი, რომელშიც ცხოვრობდა. შესაბამისად, შეიძლება ბევრი ვარაუდი დაუშვათ აქ, მაგრამ ერთ-ერთი
ჩემთვის საინტერესო ვარაუდი არის აქ ოიდიპოს კომპლექსთან ახლოს მყოფი ამბავი. მე ზოგადად მგონია რომ მარველს მისი ფსიქოების ნაწილია ზუსტად ისევე როგორც ტაილერი რაღაც მისი ნაყოფია და არა რეალური პერსონაჟი. მე გეთახმებ მაგაში. ხო. მე მინდა და კიდე ერთი შეკითხვა დაგეცვა ისევ რაც მახსენე უკვე. ორმა დესტრუქციულმა ქმნილებამ ადამიანმა ააშენეს რაღაც ასევე ტოქსიკური ურთიერთობა. მე მაინტერესებს შენი აზრი ამ მიმართულებაზე რომ მივიღო. შეიძლება თუ არა ააშენეს მსგავსი ურთიერთობა, მაშინ როცა ფსიქიკური მდგრადობა და სიჯანსაღი არსებობს. ანუ შეიძლება რომ ერთი იყოს მხოლოდ რაღაც დესტრუქციული და მეორე მდგრადი ფსიქიკით. ვერ ვიტყვით ესეც ალსახად რომ მდგრადი ფსიქიკა რა არის, უნდა ვიცოდეთ ჯერ რას გულისხმობს და დესტრუქციული რა კუთხით არის. როგორც წესი, როცა ურთიერთობაში მოდის ორი ან მეტი ადამიანი, იქ რაღაც გვიზიდავს ერთმანეთში. ეს რაღაც ყოველთვის არის ხოლმე ის, რაც ჩემშია, პროექციის ნაწილით, ან ის, რაც მე არა მაქვს და შენ გაქვს და მინდა რომ ეს გქონდეს, ან პირიქით საპირისპირო მდგომარეობა მაქვს მე ამის და შენ საერთოდ სხვა საპირისპირო პოლარობაზე იმყოფები. შესაბამისად აი ამ სამი რაღაცით გვიზიდავენ ადამიანები. თუ კი ჩვენ ვიტყვით რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ესე ვთქვათ ადამიანში არსებობს, მას იგი მიზიდოს დესტრუქციულმა ადამიანმა, დესტრუქციულმა პიროვნებამ ძალიან დაბალი შანსია და დარჩეს ყოველ შემთხვევაში ძალიან დაბალი შანსია. როცა აცნობიერებს რომ მსხვერპლი ან თანადამოკიდებული ხდება, ან ტკივილში ხდება მონაწილე, ადამიანი იწყებს ამის დანახვას, გაცნობიერებას, დისკომფორტის შეგრძნებას პირველ რიგში და გამოსვლას. თუ კი ამას ვერ ახერხებს, ჩვენ ვეხებით რასთან დამოკიდებულებას, შფოთვას, ტკივილებს და ვერ ვიტყვით, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ამ მხრივ ძალიან დარღვეულია და მას სჭირდება რაღაცა ღმა ჩარევა ფსიქიატრის თუნდაც ან ესეთი მუშაობა. მაგრამ ფსიქოთერაპიის საჭიროება არის ხოლმე ეგეთ დროს. ამიტომ როცა განცდაში გვაქვს, რომ ურთიერთობაში განვიცით ტანჯვას კი არა, უბრალოდ მცირე დისკომფორტს მაინც მნიშვნელოვანია გადავამოწმოთ რა არის, რაც იწვევს და რა შემიძლია მე ამაზე შევცვალო. ტკივილით ცხოვრება. ხო, საინტერესო ეგ. ჩხუბი ვრცელდება მთელს ქვეყანაში, ნარატორი ხელს იწვავს, ტკივილი ხდება მისი რეალობა. ეს ძალიან საინტერესო აქცენტია, როდესაც ადამიანი ერთის მხრივ სწავლობს ტკივილში ცხოვრებას და მეორეს მხრივ რჩება იქ და აქედან უკვე სიამონებას იღებს. და თვითონ იდეა ძალიან Fight Club-ის შექმნის იდეაც რა არის მივიყენო ტკივილი. ეს არ არის მივაყენო ვიღაცას ტკივილი და მისგან მივიღო სიამონება. არსად არ ჩანს ეგ ფილმში. მან ჩანს რა ხო, რომ მე მინდა მატკინონ, მე მინდა დამარტყან და ვიყო აი ესე ვთქვათ მაზო რადიკალზე. შესაბამისად ის რომ რეალობა არის მისი ტკივილი, ხო, ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს არის ის გამკლავის მექანიზმი, რაც ისწავლა ცხოვრებასთან. რაც ისწავლა აი იმ კორპორატიულ კულტურასთან, რომელშიც იყო, ისედაც ტკიოდა მას. უბრალოდ ეს ტკივილი გააძლიერა და მიიყვანა პიკზე. იქამდე დაიწყო მტკივილის შეგრძნება, სადაც უკვე შეგრძნებები გაჩერდა. გაიყინა თითქოს შეგრძნებები. აი, მან როდესაც ჩემს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მომენტი იყო, მომენტი, როდესაც ხელს იწვავს. და მაგ დროს ტაილერი ზუსტად ციტატა არ მახსოვს, მაგრამ ეუბნება, რომ კაცი ხარ და ეს უნდა დაამტკიცო, ანუ ტკივილი უნდა იგრძნო, ეს უნდა გაბედო რა. და ისევ აი პირველ ფრაზას, რომელიც მე გავაჟღერე, მაგას დაუბრუნებ, ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც ქალები ზრდიდნენ. აი მაინც მაგიტომ დამჩერდაბეჭდება, რომ თუნდაც ალბათ მამის არარსებობა ან რაღაც მსგავსი დანაკლისი იყო ერთ-ერთი წყარო თუნდაც იმ დეპრესიის, ან იმის რომ მას სჭირდებოდა რომ რაღაც აი ესე ძლიერი რაღაც მასკულინური განცდა ჰქონოდა. კი, მან ვერ ვიტყვი ესე ცალსახად რომ დეპრესია და დეპრესიის დიაგნოზია ცალსახად ვერ ვიტყვი. უბრალოდ მთავარი ნაწილი მაგ ქცევის რა არის დაუბრუნდეს იმ პირველყოფილ მასკულინობას, რომელიც ჭყალებში გამორთმეული აქვს. გაუძელი კაცი ხარ, როცა ესმის რა არის ეს. ის სოციუმის ფრაზები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ნასწავლი, მაგალითისთვის კაცები არ დერიან. ეს ხო იყო ის ფრაზა, რომელიც ძალიან დიდი ხანი მე ვიტყვი აბულინგებდა კაცებს. და ძალიან დიდი ხანი მათ უმიცგებდათ, რომ ემოციები არ ეგრძნოთ და სწორედ ამ ემოციების არ შეგრძნება მიგვიყვანა იქამდე, რომ ადამიანები სრულიად მე ვიტყვი რობოტულად არიან. სრულიად არაფერი არ ახარებთ და ერთადერთი ეს სიხარული თითქოს რასაც მოაქვს, არის ხოლმე რაღაცა მარტივი, თითო წუთიერი, წამიერი მდგომარეობები და არა რეალური სხეულებრივი განცდა სიხარულის. და ერთადერთი რამამ დაწვასთან რაც არის, ოღონდ რამე ვიგრძნო.
ტკივილი იყო ყველაზე მარტივი ემოცია, მარტივი შეგრძნება, რაც იმ წუთას შეეძლო მას შეეგრძნო. ის არ იყო მზად ჩვენი ნარატორი, რომ ბედნიერება, სიხარული იგრძნო, თუნდაც ზრუნვა ეგრძნო. მისთვის ერთადერთი ფოკუსი იყო, რომ ოღონდ რამე ვიგრძნო და პირველივე ყველაზე მწარე და მტკივნეულ შეეჯახა. მე თან ჩემთვის ძალიან საინტერესო ის, რომ არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ არის, მგონია რომ ასე არის, მაგრამ საქართველოში მებრძოლთა კლუბი მამაკაცთა უმრავლესობისთვის არის მათი რაღაცა შინაგანი სამყარო სარკე, თითქოს ზუსტად იმის გამო, რაც თქვი, რომ აი კაცი ხარ ემოციებს არ გამოხატავ რაღაცა და აი თუნდაც არ უნდა შეიძლება მიგიყვანოს ამ ემოციების ჩახშობა ჩვენში. და რაღაცა სტაილერის აღმოცენება. მაგრამ თან მე ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ რეალურად სტაილერი ყველას ყავს და ეს რაღაც მაინც ადამიანის ფსიქოზი კი არ არის. უბრალოდ ჩვენში ყოველთვის არის. თუნდაც აი მგონია, რომ რაღაცნაირად აი ინსტაგრამი რო ავიღოთ, თუნდაც ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი ინსტაგრამი ჩემი ტაილერია, იმიტომ რომ ზოგჯერ საერთოდ არ არის ადამიანი, რაც რაღაცა ინსტაგრამზე შეიძლება მქონდეს აწყობილი. ყველა ადამიანს ყავს ჩვენი შინაგანი, მოდი ესე ვიტყვი, დემონები, ჩვენი შინაგანი დრაკონები, რომლებიც ყავს და ისინი გამოდიან წინა პლანზე, მაშინ როცა მათი აქტუალობა არის, მათი გამოსვლის საჭიროება არის სასიამოვნო ნაწილში, ან უსიამოვნო ნაწილში. შესაბამისად ის, რომ ძალიან ბევრ მამაკაცს ამ ფილმმა მისცა არც მოდი ვიტყვი ეს გამყარება თავის ეგოტურობაში, თავის მამაკაცურობაში, ხო? იმიტომ რომ მათ არ იციან როგორ იყვნენ კაცები. მათ ვასწავლეთ ერთის მხრივ ქალებმა, დედებმა ასწავლეს ის, რომ იყვნენ აბსოლუტურად დამოკიდებულები, არაფრის უნარი არ ქონდეთ. პირველ საყოფაცხოვრებო უნარებზე ვაკაკლაპარაკე. ყველაფერი გაკეთებული, მირთმეული და ასე შემდეგ იყოს და მეორე მხრივ ვაწებებთ იმ რაღაც იარლიხს, რომ შენ უნდა იყო დამცველი, შენ უნდა იყო რაღაც მონადირი, რაღაც მამონტებს დასდევდე და კოგნიტური დისონანსი მოსდით. ვიყო უნარო, მომართვა, ყველაფერი გამიკეთო, თუ ვიყო ის, ვინც აკეთებს ყველაფერს, ვისაც შეუძლია თავის თავზე ზრუნვა. შესაბამისად, განსაკუთრებით აი ბოლო 30-40 წელს თუ ავიღებთ, თუ და გადავხედავთ რა გქონდა ხო ქვეყნის კულტურას თუ შევხედავთ, აგრესია, შემდგომ გაყინული ემოციები, შემდგომ მიუღებლობა ადამიანების და ვეუბნებოდით, რომ ესე არ არის კაცი, ესე არის კაცი, ესე არ არის ქალი, ესე არის და ასე შემდეგ, ხო? ვაძლევდით რაღაცა შაბლონებს. შესაბამისად, აი ეხლა ეს ბრაზის ეტაპი, რომელიც საკმაოდ ბევრ ადამიანს დაუდგა და მოდის კონტაქტში ამასთან, რა არის გათავისუფლების მოთხოვნილება. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ადამიანი დაინახავს საკუთარ ემოციებს, საკუთარ შეგრძნებებს და ამასთან მოვა კონტაქტში, მით უფრო ნაკლები გვექნება აგრესიის დონე. მით უფრო ნაკლებად საჭირო იქნება ეს ტაილერისეული გამოსვლები. მით უფრო ხატოვანი იქნება და მით უფრო ემოციური იქნება ადამიანი და რაც მთავარია, მით უფრო ნამდვილი იქნება. მეხუთე. ხო, ტაილერი გაქრა. ბოლოს ტაილერი გაქრა კი. და ის რომ ბოლოს ტაილერი გაქრა არის ძალიან ნათელი მაგალითი, როგორ ხდება, რომ ადამიანი ბოლოს მაინც ირჩევს იმ ადამიანურ პირველყოფილ ემოციებს, რომელიც არის საზოგადოდ ვიყო კარგი, ვიყო ჩემი თავი და უბრუნდა ემოციას და რაღაცას ძლიერმა სხვა ემოციებმა არ მართოს, როგორ იყოს უფრო აუთენტური. ჩემთვის რა არის ძალიან საინტერესო მაგ ეპიზოდში იცით, ნარატორი აანალიზებს ყველაფერს, რაც ხდება, რაღაცებს ერთმანეთს აკავშირებს, ხდება რომ რაღაც საშინელება გააკეთა და შექმნა და თავისივე აღმოჩენით, მიდის იმ დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი არის თავისივე შექმნილი და ეს ყველაფერი დაასრულოს. მე აი პირველი შეკითხვა რაც გამოჩნდა, მანდ იყო რომ რეალურ ცხოვრებაში ადამიანს შეუძლია თუ არა მსგავსი რაღაც მენტალური სირთულის დაძლევა. იმიტომ რომ არაერთი ადამიანისგან მომისმენია, რომ აი გქონიათ რაღაც დამოკიდებულებასთან ბრძოლის შემთხვევაში ან რაღაც მენტალურ დისბალანსთან ბრძოლის შემთხვევაში, ჩემით შევძელი ის, რომ განთავისუფლებულიყავ. თუმცა ზოგჯერ კითხვის ნიშანი მიჩნდება, რომ აი შეუძლია ნამდვილად ბოლომდე განთავისუფლდეს ადამიანს ამ ყველაფრისგან საკუთარი ძალებით და თუნდაც იგივე თერაპიის გარეშე, რაღაც სხვისი დახმარების გარეშე. ანუ მაინტერესებს ნარატორმა მართლა შეძლო ის, რომ ტაილერი გაექრო?
ვერ ვიტყვი მე ესე რომ თერაპიის გარეშე მართლა შეიძლება თუ არა ძალიან ინდივიდუალურია. უბრალოდ მე შემეძლია ვთქვა ადამიანის ნებას და მის სურვილს ძალიან დიდი ძალა აქვს. თერაპიაზე მისული ადამიანისთვისაც სულ ამბობ ხოლმე რომ 70% არის შენი სურვილი. შენი მზაობა რა შეცვალო და 30% არის იმ ადამიანის პროფესიონალიზმი და ეთიკა. შესაბამისად შესაძლებელია ადამიანმა საკუთარ თავში დაინახოს საკითხი, გააცნობიეროს, დაიწყოს მასზე ფოკუსირება და მოგვარება, რა თქმა უნდა შეიძლება. უბრალოდ ეს დროსთან ერთად არის საკმაოდ გაწელილი პროცესი და ძალიან დიდ ნებელობას მოითხოვს, აი ძალიან დიდ რესურსის ჩადებას მოითხოვს, რომ დისციპლინის კუთხითაც რომ შევძლო, არ ვიცი, ვიყო აქტივობებში ჩართული, მოусმინო ჩემ თავს, გავაცნობიერო და საკმაოდ მტკივნეულია იმის დანახვა, რა მტკენს, იმის დანახვა როგორი ვარ მე, რა მოდი ვიტყვი შიშები, ფობიები მაქვს, რა არის ის ნეგატიური მხარეები და ის ჩემი ჩრდილოვანი მხარეები, რომელსაც გაურბივარ და საკმაოდ მტკივნეული არ არის ეს მარტივი პროცესი. თერაპევტის ჩართულობა მან რატოა მნიშვნელოვანი, რომ ამსუბუქებს პროცესს. სწორი მიმართულებით, კალაპოტს გაძლევს, სადაც წახვიდე და ეს არ არის, რომ თერაპევტი გეუბნება, რომ შენ ეს გჭირს, ის გჭირს და ამ შემდეგ. სადაც თერაპევტი ადამიანს რაღაც რეკომენდაციას აძლევს, რომ ესეთი ხარ, ან ისეთი ხარ, იქიდან უნდა გავიქცეთ, შევდახვდეთ. შესაბამისად, კი, შეგვიძლია შევხვდეთ ტაილერს, შეგვიძლია ვნახოთ ჩვენი შინაგანი დრაკონები, შეგვიძლია რა თქმა უნდა მოვათვინიეროთ ისინი ინდივიდუალურად, მარტოც, ბევრად ეფექტურია თერაპევტთან ერთად და მე ესე ვიტყოდი, ბევრად უსაფრთხოა თერაპევტთან ერთად ამის გაკეთება. რა შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ ადამიანმა გაიაზროს მსგავსი რამ და თავადვე დაიწყოს ჰილინგ, როგორ თქვა ქართულად? კურნება. ხო, კურნება. პირველი რამ, რაც შეიძლება იყოს ადამიანისთვის გამოგვიძება, არის ძლიერი ემოცია. ეს ძლიერი ემოცია შეიძლება იყოს ძლიერი პოზიტიური ან ძლიერი ნეგატიური ემოცია, ეუსტრესი ან დისტრესი. შესაბამისად, თუ ესე ვიტყვით, ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს ტრიგერი გამოგვიძებისთვის, განსაკუთრებით ხშირად თუ ნეგატიური ემოციებზე ვსაუბრობ და ადამიანის დამოკიდებულებას რაღაც ისეთი საკუთარი თავის დაზიანებისკენ მიმართულებას თუ ვამბობთ, ხო, მან არის ხოლმე ძლიერი შიში. ან წამიერი გაცნობიერება რას ვაკეთებ. ხოლო თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ იმას, რომ ადამიანი მარტოა საერთოდ სოციუმში თავის გარშემო და არავინ არ არის ესე ვთქვათ, მისი მხარდამჭერი ხშირ შემთხვევაში ეს ტრიგერი არის ხოლმე სევდა. აი ის ფსკერი, სადაც ბოლომდე ჩადის, რომ თითქოს იმის იქით აღარაფერი აღარ არის. სხეულში წამიერი შეგრძნება, რომ სად ვარ, როგორ ვარ. და ეგ არის ხოლმე ყველაზე ისეთი მარტივი თქვა არ ვიტყვი, მაგრამ ყველაზე ხშირი ტრიგერი, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ტრიგერიც. ბოლო კარტი. ბოლო კარტი. ნდობა და მთლიანობა. ნარატორი ყველაფერს აანალიზებს და პირველად მარლას სთხოვს ნდობას. I'm really okay. Trust me. Everything's gonna be fine. მე აქ მაინტერესებს, ანუ ისე იგივე მარლას არსებობა არ არსებობის თემას უბრუნდებით, ანუ რეალურად ის რომ მარლას რო ეუბნება იმ საოცრად რა ამაღელვებელ სიტყვას, რომ ცხოვრების ძალიან რთულ ცნაურ მომენტში შემხვდი რომ ამბობს. რეალურად ეს არის მისი განკურნების გამოხატულება, თუ რეალურად არის ალბათ მსჯელობა დასჭირდება ამ ყველაფერს და ესე გადაჭრით ვერ იტყვი, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ რომ ეს არის ახალი ფსიქოზის დასაწყისი თუ განკურნება. ხო, რთულია ესე კი პასუხოელინე. ალბათ მე რასაც ვხედავ, მან არის მისი ცხადგრძნობა ეგ. You met me at a very strange time in my life. იმ წუთას ცხადად იგრძნოს სხეულში რეალობა. და გაუცოცხლდა ის ადამიანური ემოციები, რომლებიც მისთვის დამახასიათებელი იყო და ძალიან ადამიანური არის ეცეუნება, რომ შენ მეცხოვრების ისეთი არასწორ მომენტში შემხვდი, ხო? თითქოს სინანულიც იგრძნობა, მან ტკივილიც იგრძნობა და სწორედ ალბათ ეს შეიძლება იყოს ერთადერთი კაუჭი ჩემთვის, რაც მაფიქრებინებს, რომ მარლა ვთქვათ, პიროვნება რეალური ერთადერთი მომენტი ეგ არის ალბათ მთელს ფილმში. დანარჩენ ყველა შემთხვევაში მარლა ყოველთვის არის ეს სურეალისტური, ის
მოდი ვიტყვი ქალური ენერგია, რომელიც მასში არსებობს, იმიტომ რომ ყველა ადამიანში არსებობს მასკულინური ენერგიაც და ქალური ენერგიაც და მგონია რომ მთელი ფილმი მარლა მხოლოდ ქალური ენერგიაა და ეს არის ის ბოლო მომენტი, როცა ის რეალური ხდება. რეალურ ცხოვრებაში რომ გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი და ამ გააზრების შემდეგ თქვათ ნარატორმა გაიაზრა ეს ყველაფერი. ის შეძლებს რომ გააგრძელოს ცხოვრება ჩვეულებრივი ადამიანის ყავში, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით, თუ მასში კვლავ იქნება ის რაღაც, ეს ალბათ ყველა ადამიანში იქნება, თუმცა ხო არის, როდესაც ადამიანები ასე თუ ისე ერგებიან იმ ყველაფერს, რაც მას აქვს, თუნდაც აი იმ კორპორატიული ცხოვრების თანამდებობას. შეძლებს ამ ყველაფერს ის. ადამიანს შეუძლია რომ შეძლოს. კი, მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან მჯერა ადამიანების და ძალიან მჯერა ადამიანური ადამიანობის. რას ნიშნავს ეს? ყოველთვის ვეძებ ადამიანში კარგს და მგონია რომ არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც ადამიანს გამოსვლა არ შეუძლია. თუ კი მას აქვს სურვილი და თუ კი გარემო და სოციუმი ამაში უწყობს ხელს. თუ კი ჩვენს ნარატორს დაინახავენ, თუ კი ჩვენს ნარატორს მიიღებენ და ის მისცემს სოციუმს უფლებას რომ იყოს დანახული, გაგებული და მოსმენილი, რა თქმა უნდა რომ მას აქვს ცვლილების უდიდესი პოტენციალი. რა თქმა უნდა მას აქვს კურნების უდიდესი პოტენციალი და ის მე ესე ვიტყვი მოდი მონანიებაც რომ პოლიციაში მივიდა და განაცხადა, ეს არის ის პასუხისმგებლობის ნაწილი, რომელიც მასში არსებობდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა მასში ბევრია ის ტკივილი და ის ბრაზი და აგრესია, მაგრამ მასში ძალიან ბევრია ადამიანური ღირებულებაც. ამიტომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს ცვლილების საშუალება, არ უნდა მივცეთ მეორე შანსი. რა თქმა უნდა, მე არ მინდა ახლა ეს გამომივიდეს დისნეის გმირებით, რომ ყველაფერი ლამაზი და კარგია, კი, არიან მკვლელები, არიან აგრესორები, არიან ადამიანები, მაგრამ თუ კი ადამიანი საკვანძო აქ არის, თუ კი ადამიანი აცნობიერებს, თუ კი ადამიანი ინანიებს თავის შიგნით და ეს მონანიება არ არის სამართლებრივი, არც რელიგიური, თავის თავთან, თავის განცდაში ინანიებს, მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ მას აქვს მეორე შანსი. მეც აღარაფერს აღარ ვიკითხავ და შეგვიძლია გადავიდეთ ტესტზე, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გვეუბნება, რომ ჩვენ თუ რაღაც რომელიმე პერსონაჟს დავასკვნით, რომ ვართ აუცილებლად მის მსგავსად უნდა ვიცხოვროთ და ჩვენი ცხოვრება მის მსგავსად წავა, უბრალოდ ალბათ რომელი შეიძლება რომ ყოფილიყავით, ან რომელიც შეიძლება რომ დაუახლოვდეთ. წესები რო ახსნათ, დაახლოებით ასე იქნება, თითოეულ პასუხს ექნება შესაბამისი ქულა, პირველი, ანუ A იქნება 1 ქულა, B 2 ქულა და C 3 ქულა და ბოლოს შევკრიბოთ ეს ყველაფერი და გავიქოთ დაახლოებით ვინ იქნებათ. მეც ვაკეთებ ტესტს. რა თქმა უნდა. ოკეი. ინტერესო. ოკეი. როგორ რეაგირებ ძლიერ სტრესზე? რთული. ჩემთვისაც ძალიან რთულია სიმართლე რო გითხრათ, რომ ვერაფერს ვერ ვხვდები, უბრალოდ ვჩვენდები თუ ცინიზმსაც ვახვედრებ ხოლმე ამ ყველაფერს. არა, ძლიერ სტრესზე საკმაოდ მედგრად ვდგავარ ხოლმე და აგრესიაც მოდის კი, იმიტომ რომ თუ გაჩნია სტრესის, თუ პოზიტიური სტრესია და ვიღაცა მაჩუქა რაღაცა სასწაული და გამიხარდა ვტირი. ეს არის, ანუ ყოველ შემთხვევაში სხვადასხვა რეაქცია, მაგრამ ალბათ უფრო ბრაზე 2 ქულა მაქვს. 2 ქულა გაქვს თქვენ. მე ვიტყოდი რომ მაქვს 1 ქულა. მაინც მგონია რომ უფრო ჩუმად ვარ ხოლმე, რაც უფრო ძლიერია, მით უფრო ჩუმად ვარ ხოლმე. რა გაძლევს ყველაზე მეტად სიცოცხლის შეგრძნებას? ჩემი აზრით ჩემთან იქნებოდა რისკი, იმიტომ რომ როცა რაღაცას ვისკავ, მაგ დროს ვგრძნობ ადრენალინს. პირველი რა იყო გამახსენე? წესრიგი და კონტროლი. წესრიგი და კონტროლი წახსახთ. შენთან არის 3 ქულა მაქვს. მეც 3 ქულა მაქვს, გავთანაბრდით. რა საკეთებ? მეთან ვითვლი. რა საკეთებ, როცა ბრაზდები? არა, ვთქვნავ ძალიან ხშირად. მე მგონია რომ მეც მაინც სარკაზმად ვაქცევ, ხო, იმიტომ რომ კარგი სარკაზმი მაქვს, როგორც ამბობენ. ანუ თქვენთან არის 4, ჩემთან 7. ძალიან შორს გავიჩერი, მინდა ვთქვა. როგორ ხედავ საკუთარ თავს? იცი რა, ძალიან მინდა ვთქვა სისტემის მტერი. გულწრფელად მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ხო, ხშირად მივდივარ რაღაც წესრიგების წინააღმდეგ. 6, 10. კი ბატონო. რა გაშინავს ყველაზე მეტად? საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, სისუსტე, მიტოვება. გულწრფელი რო ვიყო მიტოვება. მეც იმიტომ რომ ეგ ტრავმა მაქვს. მეც. ბავშვობაში. კი, მეც. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მე მგონი ყველაზე მეტად მიყვარს და სისუსტე ყველას აქვს, ამიტომ საერთოდ არ მაშინებს. საკუთარ თავთან მარტო დარჩენაზე გეტყვი რომ მე მქონდა ეგეთი პრაქტიკა. რომ კლიენტები მეუბნებოდნენ რომ ვერ რჩები მარტო და მეშინია და
ძალიან დიდი ხანი მაწუხებდა რომ რატოა ხალხი ესე რომ რა შემეძლია გავაკეთო თქო და ვერაფერი რო ვერ მოვიფიქრე ძალიან დიდი ხანი მე თვითრეფლექსიის ბოქსები როგორ მუშაობს? თვითრეფლექსიაზე მუშაობს, კითხვები, აკეთებ ამ კითხვებზე პასუხებს, მედიტირებ, ჩაისვავ და რაღაცა ისეთი გარემოცვას იქმნის შენ თვითონ ძალიან ქოზის. და ეს მარტოობა ის კი არ არის, აუ მარტო ვარ და უცუდად ხო რა, მარტო ვარ და რა მაგარია შენ ჩემ თავზე შემიძლია ვიმუშაო. და ეგეც არის. საკუთარ თავი როგორც შენ თავივე აღმოგაჩნდება, რომ თუნდაც როგორი საინტერესო ყოფილი ხო მაგასიაც. ოკეი. ნელა მაშინებს ეს ტესტი. 9 ქულა 13. ტაილერ დერდენი, რა თქმა უნდა ვიცოდი. და მე მარლა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შემიძლია ხო თავი დავიცვა. ძალიან საინტერესო იქნება. კი, იმიტომ რომ რაც უფრო მეც იკავებს ადამიანი და რაც უფრო მეტად მოდის რაღაცა ესეთი გაჩერებასთან ხო მით უფრო მეტად არის მასში მოთხოვნილება დავძლიო, გამთავისუფლდე, გამოვხატო, რაც უფრო მეტად ვაკავებთ ხოლმე ესეთი ნეგატიურ ენერგიებს და ემოციებს, მით უფრო მეტად მე ეს ორმაგად გვირდყავს და ჩემთან ძალიან ის არის მოდის კონტაქტში და ხშირად ვამბობ ხოლმე ეგეთ დროს და ჩემ თავსაც ვეუბნები ხშირად რომ ძალიან კარგი მექანიზმი არის, როცა ემოციებს ვაკავებთ, არ უშვებთ, წავიდეთ ბოქსზე. ვირბინოთ, ხატოთ, ძერწოთ. ხო, რაც კარგია. მადლობა. აი, უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. ძალიან მიხარია, კიდევ ერთხელ გეტყვი რომ მოხვედი. ძალიან მიხარია რომ ვიყავი აქ, ძალიან სასიამოვნო იყო და გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი ამბავია. დაგვიწერეთ კომენტარებში თუ თქვენ რომელი პერსონაჟი ხართ და რომელი პასუხები აირჩიეთ. ისე კი გეტყვით რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ ხარ, ან სად ხარ, ან რატომ ხარ. თავარია გახსოვდეს რომ შენი ემოციები იმსახურებენ გამოხატვას, რადგან მნიშვნელოვანი ხარ.